ვინ საზღვარსა და უსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად. ნუ ეცდები სამყაროს გამოსწორებას, გამოასწორე საკუთარი თავი, თუ ამას შეძლებ, ერთ ადამიანს მაინც გამოასწორებ და ეს უდიდესი მიღწევაა. ინდუელი იოგი, მისტიკოსი და სულიერი ლიდერი, სადჰგურუ, ცხოვრობს პრინციპით, რომ ადამიანის კეთილდღეობისა და ტანჯვის წყარო არა გარე სამყაროში, არამედ მის შიგნითაა. მისი ფილოსოფიის მიხედვით, ჩვენი ცხოვრების ხარისხი დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს თავს, არამედ იმაზე, თუ როგორ მართავთ საკუთარ შინაგან სამყაროს. სწორედ ამ შინაგანი ინჟინერიის ხელოვნებას, საკუთარი თავის შემოქმედად ქცევას, ასწავლის სადჰგურუ თავის წიგნებში, საჯარო გამოსვლებსა და იშას ფონდის პროგრამებში. სადჰგურუ. შენი ცხოვრება და ის თუ როგორ აღიქვამ მას, მთლიანად შენი შექმნილია. ხოლო მაშინ, როცა ამას გააცნობიერებ, გახდები საკუთარი ბედის ბატონ-პატრონი. თუ ცვლილებას ეწინააღმდეგები, შენ სიცოცხლეს ეწინააღმდეგები. პლანეტა დროულად ბრუნავს, გალაქტიკები კარგად მუშაობენ, მთელი კოსმოსი წესრიგშია, შენ კი პრობლემა შენს გვერდით მყოფ სულელ ადამიანთან გაქვს. სამყაროში რომ იცხოვრო, შეიძლება რაღაცასთან გაიგივება დაგჭირდეს, მაგრამ იმისთვის რომ ღრმად იცხოვრო, შენ უნდა შეგეძლოს ყველაფრისგან გამიჯვნა. პასუხისმგებლობა ტვირთი კი არ არის, არამედ პასუხის გაცემის უნარია. შენი სხეული და გონება ისაა, რაც შენ დააგროვე, ის რასაც აგროვებ, შეიძლება შენი იყოს, მაგრამ ის ვერასდროს იქნება შენ. როდესაც ტკივილი, უბედურება ან ბრაზი ჩნდება, დროა შენ შიგნით ჩაიხედო და არა შენს გარშემო. შიში არსებობს იმიტომ, რომ შენ არ ცხოვრობ სიცოცხლით, შენ ცხოვრობ შენს გონებაში. თუ ფიქრობ, რომ დიდი ხარ, შენ პატარავდები, თუ იცი, რომ არაფერი ხარ, შენ უსასრულო ხდები. ინტელექტის ნიშანი ისაა, რომ გამუდმებით კითხვებს სვამ. იდიოტები კი ყოველთვის სასიკვდილოდ დარწმუნებულები არიან ყველაფერში, რასაც აკეთებენ. ნუ ხარ სასიკვდილოდ სერიოზული შენი ცხოვრების მიმართ, ის უბრალოდ თამაშია. ცხოვრების ყველაზე ლამაზი მომენტები ისაა, როდესაც შენ სიხარულს გამოხატავ და არა ის, როდესაც მას ეძებ. სიყვარული ურთიერთობა არ არის, სიყვარული შენი ემოციის გარკვეული სიტკბოებაა. ერთადერთი გამოსავალი შიგნითაა. მოიწონე და გამოიწერე ჩვენი არხი. ერთად დავეხმაროთ ადამიანებს შეცვალონ საკუთარი სამყარო. შენ ხარ მნიშვნელოვანი.